Daha sasyam onu bahsettik. Abi şöyle mi? Vallahi ayaklarla geçti program. Hayırlı olsun yapalım. Hayır. Bu atayım da bilmem. Შადრევნის კოშკი, რომელსაც მოსახლეობამ ჭაჭის კოშკი შეარქვა, არის ბათუმის მერიის იდეა. ეს ორიგინალური იდეა განხორციელდა საპროექტო ადგილობრივი საპროექტო კომპანიის აჭარა სპეც პროექტის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ჯემალ ელიტიძე. თვით ეს შენობა არის ძალიან ორიგინალური, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მას ტყუპისცალი ყავს ქალაქ იზმირში, თურქეთის რესპუბლიკაში. ტურისტული თვალსაზრისით არის ძალიან მიმზიდველი, ვინაიდან ამ შადრევნის კოშკს აქვს ესეთი განსაკუთრებული თვისება, მას ტურისტებს შეუძლია დააგემოვნონ შადრევნიდან გადმოსული ქართული ნაციონალური ალკოჰოლური სასმელი ჭაჭა. აქვე განთავსებული იქნება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, სადაც ტურისტებს ექნებათ საშუალება მიიღონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია ჩვენი რეგიონის, ჩვენი ქვეყნის ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ. ზედ აწერია ჭაჭა, ფონთი, ინგლისური ასოები და ჭეკის შესაქმნელობის ჩვეულებრივი მოწყობილობა, საიდანაც გამომდინარე შეგვიძლია მიიღოთ. ეს გარკვეული პერიოდულად იქნება ჩვენ დავსაზღვრავთ კვირის დღეებს. ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ ეს იყოს კვირაში 2 დღე, გვაქვს მეორე ვარიანტი, რომ ყოველ დღე იყოს, მაგრამ შეზღუდული დროით, თქვა რაღაც საღამოს საათებში, თქვა 7 საათის შემდეგ ან 8 საათის შემდეგ. ამას ალბათ უახლოეს პერიოდში განვაცხადებთ, რომ მუდმივად ვერ იქნება, სხვა რაიმე გაუთვალისწინებელი პრობლემები არ მოყვეს. კახეთში ფუნქციონირებს თვალწები, გრუზ ვინო, ასე ქვია, ასეთი დასახელების კომპანია, რომელსაც საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას აქვს, არა მარტო ჭაჭას, არამედ გულის პროდუქციას და შემდგომში დაგეგმილია, რომ აი ამ შადრევნის ფანტანის ან კოშკის მეშვეობით მოსახლეობას ყოველს სხვა ალკოჰოლურ სასმელების დაგემოვნებას. დღეს მათი რეკლამები არაა განთავსებული, იმიტომ რომ დღეს მხოლოდ გახსნისკია და პირველი დღე, უკვე თვალისათვის სამომავლოდ ჩვენ ყველა დაინტერესებულ ფირმას მივცემთ საშუალებას თავისი პერიოდულობით, რომ განათავსოს თავისი ბანერებს, მოამზადოს თავისი ფლაიერებიც იმისათვის, რომ მოსახლეობას იცოდეს, რომელი ფირმის პროდუქციასთან აქვს საქმე და რამდენად ხარისხიანი მათი. ძალიან ბევრი იქცევ. კარგი. მე თვითონ ბევრი მოგწე საქართველოში ასეთი ფილანადებას.